უნდა გითხოთ მამუკა ხაზარაძის დეკლარაციაზე, რომელშიც ანტიკორუფციულმა ბიურომ დარღვევები აღმოაჩინა და აჯარიმა ის საუბარი არის ელჩზე გაქირავებულ ქონებაზე, რომელიც არ იყო მოცემული ამ დეკლარაციაში და ასევე საზღვარგარეთ ბანკებში მონაცემები დაუმალა. რას ნიშნავს, როდესაც ქონებას უმალავს სახელმწიფოსთან ფინანსურ შეაფასებებად? არ ვიცი, არ ვიცნობ ხაზარაძის დეკლარაციას, ეს არ არის ჩემი საქმე, ჩემი მიმართულება. თუმცა, რა ვიცი, პოლიტიკოსები განსაკუთრებით ყოველთვის მაქსიმალური სიზუსტით ვავსებთ ხოლმე დეკლარაციას. ელჩთან დაკავშირებით აღნიშნული თემა, ეს ვფიქრობ, ძალიან პრობლემური საკითხი არის, იმიტომ რომ ელჩი, რომელიც უნდა იყოს აბსოლუტურად როგორ ვთქვათ, დამოუკიდებელი ხო არ უნდა ერეოდეს ქვეყნში და პოლიტიკურ საქმეებში. გერმანიის ელჩმა დაგვამახსოვრა თავისი განცხადებები, რომელიც ძირითადად აღვივებდა სიძულვილს ექსტრემის ქვეყანაში, ახალისებდა ძალადობრივ ჯგუფებს, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა და ბევრი კითხვის ნიშნები იყო, თუნდაც მის საცხოვრებელთან დაკავშირებით საზოგადოებას ახსოვს აღნიშნულთან დაკავშირებით უამრავი განცხადება გაკეთდა. უამრავი მოთხოვნა იყო თუ აღთარიყო ეს ყველაფერი საჯარო, გამჭვირვალე, მაგრამ უშედეგო. გაფართოების წერილზე. ევროკავშირის ანგარიშზე უნდა გითხოთ, რომელიც იყო კრიტიკული და ასევე იყო პოლიტიკურიც, როგორც ორიანი მაქვს უბრალოდ ვერ მოვასწრებ, რამდენიმე კითხვა უნდა დავსვა. განცხადებებზე შეფასებებს მოვისმენთ მმართველი გუნდის მხრიდან თქვა ჩარს, რომ იყო პოლიტიკური, იყო კრიტიკული, უსაფუძვლო, რომ შეაფასოთ კიდევ ერთხელ. არაფერი, ძირითადად განცხადებებს, რასაც ვისმენთ, რა თქმა უნდა, სიცრუით არის გაჯერებული. ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე. როდესაც ხდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის შეფასება, ჯანსაღი შეფასება პოლიტიკის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველოს ყოველთვის არის მოწინავე ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის და თუ გინდ ასევე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე წინ არის, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარებით, ბიზნესის კეთების სიმარტივით და ასე შემდეგ. ბევრი კრიტერიუმია, სადაც საქართველოს არის მოწინავე ქვეყანა. როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე ვისმენთ ჩვენ სიცრუეს, ბუქარას ამ ტიპის განცხადებებს, ჩვენ ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადები, რომ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, ეს არ არის ევროპული ბიუროკრატია. ჩვენ ბევრჯერ საუბრობთ ევროპულ მომავალზე, თუმცა ევროპა და ევროპულობა პირველ რიგში გვინდა ქვეყანაში, საქართველოში, ევროპული კანონებით ცხოვრება და არა ევროპული ბიუროკრატია, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიცრუე, წახალისება ბოროტების, წახალისება ძალადობრივი ჯგუფების, ჩვენ რა თქმა უნდა, ასეთი ევროპა არ აგვირჩევია. პირველ რიგში ჭირდება სამართლიანობა და სამართლიანი დამოკიდებულება. ქვეყნის პატივისცემა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს. ალი კოელიცაშვილის განცხადებაზე უნდა გითხრათ, მან თქვა, რომ არჩევნების ბოიკოტი იყო რუსული სპეცოპერაციაა. რას ხედავთ ახლა, როდესაც ერთმანეთს ემიჯნებიან, უპირისპირდებიან, მას შემდეგ რაც ხო, არ ვიცი, ხა ჩვენ მე მგონი არ უნდა დავკავდეთ მათი განცხადებების შეფასებებით. შედეგი ხო ყველამ კარგად ვიცით, ხო? მე ვფიქრობ ის რომ მათ არ მიიღეს მონაწილეობა პარლამენტში, საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს იყო ძალიან დიდი მარცხი მათთვის. ის რომ არჩევნებში ვიღაცებმა არ მიიღო მონაწილეობა, ვიღაცებმა მიიღეს, ესეც რა თქმა უნდა მათთვის დამანგრეველი იყო. იცით რა არის, რაღაცა არასწორად რო აკეთებ, ან რაღაც არ გამოგდის, რაღაცაზე შეცდომას უშვებ, ხო? ნორმალური ადამიანი აკეთებს ანალიზს. ყველგან ასია, ბიზნესში, სპორტში, პოლიტიკაში მით უმეტეს რაღაცა რო ვერ აკეთებ და შედეგს ვერ იღებ, ნორმალურად ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი ჯდება და ფიქრობს, რა იყო ის მიზეზი, რამაც მიიყვანა ამ დონემდე. და პირველ რიგში საკუთარ თავში ეძებენ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები გამოსავალს, დანაშაულს, შეცდომებს და ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ოპოზიციური უსამშობლო ადამიანების წარმომადგენლებს, ქართველ ხალხს აბრალებენ ყველაფერს. ყველაფერში დამნაშავე არის ქართველი ხალხი. თვითონ ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებენ,
ყველაფერს საუკეთესოდ ალაგებენ, ხოლო და მხოლოდ ქართველი ხალხია დამნაშავე. აი ეს არის დღევანდელი მოცემულობა, როდესაც შენ ხარ უსამშობლო, ხარ აგენტი, როდესაც გარედან იღებ დავალებას, რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, განწირულია მარცხისთვის და ვერასდროს შედეგს ვერ მიიღებენ. ასე უნდა კითხოთ, ერთი კითხვათა დავასრულებ რა ორია შემოვასწრო. საქართველოს მორიგ საერთაშორისო აღიარებაზე უნდა კითხოთ, ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში არის მეორე ადგილზე და ეს მონაცემები შეეხება ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით ამ მონაცემებით შეფასდა. რომ გითხრათ, რამ განაპირობა ეს დაწინაურება და ზოგადად რა მივუწევთ? ნახეთ, ყველა შეფასება, რომელიც კეთდება პოლიტიკის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველო არის მოწინავე. ყველა კრიტერიუმით, ეს იქნება რეფორმების განხორციელება, ეს იქნება ეკონომიკური განვითარება, ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებელი და ასე შემდეგ, გამჭვირვალობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე იწყება ცრუ განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანა უკან მიდის და ამ განცხადებებს ვისმენთ ვისგან. ეს არის ისევ ის ადამიანები, ვინც 2012 წლამდე არსებულ რეჟიმს, არსებულ პერიოდს დემოკრატიულ შუქურად მოიხსენიებდნენ და დღევანდელ მოცემულობას აფასებენ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯებად. აი ეს არის რეალობა, ხალხი ამას ხო კარგად ხედავს, აფასებს, საკუთარ თავზე გრძნობს რა იყო მანამდე 2012 წლამდე და დღეს რა ვითარება და რა მდგომარეობა გვაქვს. შესაბამისად, ყველაფერი გამოიხატება ხალხის საზოგადოების დამოკიდებულება არჩევნებზე და არჩევნებზე მიღებული გადაწყვეტილებებით. ბატონ კახა, კონგრესმენები წერენ სახელმწიფო მდივანს მარგო რუბიოს, რომ ჰქონდეს სახელმწიფო დეპარტამენტს რეაგირება ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებზე. ამ წერილში რაც გააგზავნეს, თუ არ გაცნობილ ხართ, ნათქვამია მოხსენებული არის მამუკა მდინარაძე, მისი განცხადება, რომ ტაილანდიდან საელჩო აფინანსებდა ქვეყნის შიგნით რადიკალიზმს და რომ ეს არის მცდარი ინფორმაცია შეერთებული შტატების შესახებ და კონგრესმენები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ერთის მხრივ ამბობს, რომ ურთიერთობა უნდა, მაგრამ რეალურად ჩანს, რომ არაფერს აკეთებს ამ ურთიერთობისთვის და ელოდება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან კონგრესმენთა ეს ჯგუფი რეაგირებას. რა გამოდის საბოლოოდ, რომ უფრო მძიმე შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები, ვიდრე თქვენ წარმოგედგინათ ან პირობას დებდით შეერთებულ შტატებში? ნახეთ, ძალიან მარტივია. ნახეთ, ძალიან მარტივი არის თემა. ჩვენ, როდესაც პრეზიდენტ ტრამპი აირჩიეს, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით, გავიმეორეთ უბრალოდ ის ნარატივი, რაზეც პრეზიდენტ ტრამპი საუბრობდა, რომ პირველი, რასაც ის გააკეთებდა, ეს იქნებოდა deep state-ის დამარცხება და მეორე უკრაინაში ომის დასრულება. ეს იყო ორი მთავარი დაპირება. ხო, სხვა დაპირებების, თუმცა ორი პრიორიტეტული მიმართულება იყო. ну დღეს ახლა დღევანდელი მოცემულობით ჯერჯერობით არც deep state-ი დამარცხებულა და არც ომი დასრულებულა უკრაინაში. ჩვენ ველოდებით, ვაკვირდებით, უყურებთ, რა თქმა უნდა, როგორც კი მოხდება deep state-ის დამარცხება, ეს ჩვენზე საისახება. და ჩვენ თითოეული მოქალაქე, ჩვენი ქვეყანა იგრძნობს ამ ყველაფერს. რაც შეეხება განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ არავის თავს არ ვესხმით. ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ როდესაც საუბრობდით დაფინანსებაზე, როდესაც USAID აფინანსებდა მაგალითად 2020 წელს გახსოვთ. თქვენ პირდაპირ კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. რეალურად თვითონ გააყალბეს პილოტის კვლევები და ვისგან იყო ეს დაფინანსება წამოსული, საიდან იყო. იგივე იმაში იყო ჩართული ნედი დაფინანსებაში, რომელიც აფინანსებდა ძალადობრივ ჯგუფებს, ახალისებდა ბოროტებას ექსტრემის ქვეყანაში და ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები, გვინდა მეგობრობა, გვინდა სტრატეგიული პარტნიორობა და ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ისე რომ აი ჩვენ კი მეგობრები ვართ, მაგრამ აქ ძალადობრივ ჯგუფებს დავაფინანსებთ, წავახალისებთ, ასე არ გამოდის. თუმცა ურთიერთობები გსურთ ერთია, მაგრამ რას აკეთებთ ამ ურთიერთობის გასახლებლად, როცა საჯაროდ ხდება ასეთი ბრალდებები. თუ კი მართლა გქონდათ ეჭვი და როგორც ყობახიძე ამბობს შენ რომ სულს ჰქონდა ეჭვები რომ ფინანსდებოდა რადიკალიზმი, საჯაროდ ხდება ასეთი მძიმე ბრალდებების წაყენება შეერთებული შტატების მიმართ. და თქვენ დასამალი აქ არაფერი არა, ნახეთ ძალიან მარტივია. სხვათა შორის თქვენი დაპირება თქვენ გაიხსენეთ, ნახეთ თქვენ გაიხსენეთ რამოდენიმე თვის წინ, რამოდენიმე წლის წინ, სანამ თუნდაც პრეზიდენტად ტრამპი გახდებოდა. ჩვენი განცხადებები, შეფასებები, რომ
თანხები შემოდის უცხოეთიდან, ფინანსდება ექსტრემისტული ორგანიზაციები, ხმარდება შიდა პოლიტიკურ საქმიანობას, ხმარდება რევოლუციურ სცენარებს და რევოლუციების მოწყობას. თქვენ რა საუბრობდით ამასთან დაკავშირებით? გახსოვთ, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და ვაკეთებდით მინიშნებებს, თქვენი მესიჯი რა იყო? საუბრობდით, რომ ჩვენ მიტყუებოდით. საუბრობდით იმას, რომ ჩვენ მტყუოდით. და არ იყო ეს სწორი ინფორმაცია. მანამ სანამ გამოვიდა, როდესაც გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ღიად პირდაპირ ისაუბრა იმაზე კონკრეტული მტკიცებულებებით, რაზეც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, საქართველოსაც იყო საუბარი და თქვენ თუ ნახავთ იმ გავრცელებულ კადრებს, ნათლად ჩანს საქართველოს და საქართველოში მიმდინარე პროცესები, რომელიც ასახულია ფოტოებზე, სადაც რევოლუციის მოწყობის მცდელობები იყო და ვინ აფინანსებდა ამას? საიდან ფინანსდებოდა ეს ყველაფერზე? არა, რაშოშია, ტრამპის ადმინისტრაციაზე გეუბნებით, რამდენიმე წლის წინ. ნახეთ, ძალიან მარტივია. რამდენიმე წლის წინ მიმდინარე პროცესები. ჩვენ ხო გესაუბრებოდით და ვამბობდით, რომ ეს ფინანსდებოდა გარედან. იყო კონკრეტული ორგანიზაციები, ნედი, USAID. თქვენ ამას არასერიოზულად იღებდით და კამპანია ქონდა დავხსინოდით, რომ ჩვენ თითქოს რაღაცას ვიგონებთ. გამოვიდა პრეზიდენტ ტრამპი და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი, დოკუმენტალურად ყველაფერი აჩვენა და პირდაპირ უთხრა მსოფლიოს, რომ ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში თანხებს აგზავნიდნენ იმისთვის, რომ ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყო. დღეს ჩვენ პრეზიდენტ ერთმანეთს ემთხვევით ამ მიმართულებით. მაგას გეუბნებით, ნახეთ. ერთი წინ დადებული პირობა რატომ ვერ სრულდება? ნახეთ, ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია. საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება აბსოლუტურად მზად არის ღიად გამჭირვალედ მოხდეს ურთიერთობების გადახედვა, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, იმიტომ რომ წინა ადმინისტრაციის პერიოდში და განცხადებებიც კეთდებოდა, მუქარები, რომელსაც ვისმენდით, ეს კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო. ამ დამოუკიდებლობისთვის ჩვენმა წინა თაობებმა იბრძოლეს და სისხლით მოიპოვეს ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ყოფილიყავით თავისუფლები და არავისზე დამოუკიდებლები. დამოუკიდებლები ყოფილიყავით და ამას ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ამ პროცესში ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ყველგან საქართველოს არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. შესაბამისად ჩვენ გამოვხატეთ სრული მზაობა. პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. მეც ბევრჯერ გამიკეთებია მზად ვართ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას გულშემატკივრობთ იმაში, რომ ისინი შეძლებენ და მოახერხებენ deep state-ის დამარცხებას. ასევე, რა ვიცი, მე მგონი ყველას უნდა გავიხარდეს თუ ძალიან მალე მოხდება ომის დასრულება, თუნდაც რაც თქმა უნდა ძალიან მძიმე. აი ამ ამერიკიდან ამ კრიტიკის ფონზე თქვენ აი სწორედ სუვერენიტეტის დაცვას გიწონებთ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი შოიგუ აქებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის კარგად იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს. ან ოკუპანტი ქვეყნიდან ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გეუბნებათ, რომ თქვენი სუვერენიტეტი კარგად არის თქვენ მიერ დაცული. რუსეთს თავისი ინტერესი აქვს. ნახეთ, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს. ამერიკას თავისი ინტერესი აქვს, ევროპას თავისი ინტერესი აქვს, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით და თუნდაც რეგიონთან მიმართებით. შესაბამისად, აქ არც რუსი ჩამოვა, არც ამერიკელი ჩამოვა, არც ევროპელი ჩამოვა, რომ ქართული საქმე გააკეთოს. ისინი, რა თქმა უნდა, თავის ინტერესებს გაატარებენ და ჩვენ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება იმიტომ ვართ ხელისუფლებაში და ხალხმა იმიტომ დაგვიჭირა მხარი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ, თქვენი ქართველი ხალხის ინტერესი დავიცვათ. ეს არის მნიშვნელოვანი. რუსეთი როცა აქებს ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ როგორ უნდა აღვნიშნოთ დასავლური სამყაროს კრიტიკის ფონზე. კიდევ ერთხელ ნახეთ, დასავლეთს რაც შეეხება. დასავლეთს რაც შეეხება, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ყველა მათი განცხადება გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია სიმართლეს. ყველა მათი განცხადება არის პოლიტიკით გაჯერებული. ისინი გაგიჟებულები, გამწარებულები არიან, რომ ქართველმა ხალხმა დაამარცხა საქართველოში
და ნუ აი ყოველთვის ხედავთ ორმაგ სტანდარტს ქვეყანასთან მიმართებით, ქვეყანასთან დამოკიდებულებაში, იგივე გაიხსენეთ გამჭვირვალობის კანონი, მათთვის შეიძლება, ჩვენთვის არ შეიძლება და უამრავი ასეთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანოთ. ბატონ კახა და კიდევ ერთი საკითხი ეს უკვე გაფართოების ანგარიშზე ხება, რაზეც გაფართოების ანგარიში ევროკომისიის დასკვნა, რომელზეც თქვით, რომ ტყუილებით იყო გაჯერებული, თუმცა ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 9 პირობის შესასრულებლად არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა, რომ თქვენ არჩევნების ნდობისთვის არ გააკეთეთ. სასამართლო დახურეთ, სხდომები დახურულია. მესამე სექტორი დააყადაღეთ. ეს არ არის სუვერენიტეტის დაცვა კი არა. სუვერენიტეტი მაგათ ენაზე რა არის? სასამართლო მაგათ უნდა ქონდეთ ჯიბეში. თავისუფალი კი არ უნდა იყოს სასამართლო. მთელი კამპანია ქონდათ გაჩაღებული, რომ სასამართლო როგორმე ჩაედოთ ჯიბეში. არ გამოვა, მეგობრებო, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს სუვერენიტეტს. კიდევ ერთხელ მეორე, მათი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით. ერთია რა საუბრობენ და მეორეა ფაქტი. ფაქტი არის ის, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკა ვითარდება, მიუხედავად მოწოდებებისა, მიუხედავად მუქარებისა, ჩვენი პრინციპული პოზიციით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შევინარჩუნეთ მშვიდობა ქვეყანაში, შევინარჩუნეთ სიმშვიდე, რასაც მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ნახეთ, შეადარეთ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური წინსვლა განვითარება და თუნდაც ბევრ ევროკავშირის შემოვალ ქვეყნებს როგორია ეკონომიკური ზრდა იქ და როგორია ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა გვინდა მშვიდობა, სიმშვიდე რომ გავაგრძელოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. აი პროკურატურა მართავს თათბირს ამ წუთებში ბრალი წაუყენეს ოპოზიციის ლიდერებს, სააკაშვილს, გიორგი ბაშაძეს, გვარამიას, მელიას, ზურე ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკ ახალზარაძე, ბადრი ჯაფარიძე. არ დატოვა პროკურატურამ არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი საბოტაჟის და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით. მათი ინფორმაციით სანქციები დაუწესეს მათი ინფორმაციის საფუძველზე 300-მდე ადამიანს. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აწვდიან ინფორმაციას უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ზოგადად პროცესებთან დაკავშირებით მათ ძალიან მძიმეა. ამას ვსაუბრობდი შენ, როდესაც წარმოადგენს შენს ქვეყანას და ახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შენ უნდა დაიცვა შენი ხალხის და შენი ქვეყნის ინტერესები. როდესაც ხარ აგენტი, როდესაც ხარ უსამშობლო. კონკრეტული მაგალითებით შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფერფლში გათვლით და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მძიმეა. პარტიის ლიდერები დაასანქცირეს, ბრალი წაუყენეს ოპოზიციის ლიდერებს. ეს ანგარიშსწორებაა ოპოზიციის. ანგარიშსწორება, აქ მიმდინარეობს აგერი კომისია იყო პარლამენტში შექმნილი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები განისაზღვრა, რომლებიც ასრულებენ სხვა ქვეყნის დავალებებს, საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი და კიდევ ერთხელ მეორე, როდესაც შენ ხარ პოლიტიკოსი, გაქვს აღნიშნული სტატუსი, წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ემსახურებოდე ხალხს და არა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, უსამშობლო, ეს აბსოლუტურად სხვა მოცემაა. თუმცა რახან ითქვა ბატონო კახა, რომ ოპოზიციის ლიდერებს დაეყენათ ბრალი, იმიტომ რომ ისინი ითხოვდნენ სხვა ქვეყნებისგან ქართული ოცნების ლიდერების დასანქცირებას და ჩვენ ამის მთელი ეს პერიოდი რომ გვესმოდა რომ სანქცია თქვენთვის არაფერი არ არის. დასანქცირებას კი არ ითხოვდნენ. ნახეთ, დასანქცირებას კი არ ითხოვდნენ. ეს ადამიანები კაბინეტ დარბოდნენ. რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. კაბინეტ დარბოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიეღო ქვეყანას. ყველაფერს აკეთებდნენ ანტისახელმწიფოებრივს, ანტიქართულს. შესაბამისად, ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ვერ იქნება მომავალშიც.